აღდგენითი სამუშაოები და დაზარალებულების დახმარება სტიქიის შედეგად თბილისში უსახლკარო დარჩენილი ოჯახები მერიამ საცხოვრებელი ალტერნატიული ფართით უკვე დააკმაყოფილა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში ამ დრომდე გრძელდება, მერიესთან ერთად დაზარალებულებს დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მუნიციპალიტეტში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი. მლაშა მიქაძე გეამბობთ. გულიას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. სპეციალური ჯგუფები მუშაობის 24 საათიან რეჟიმში წყალდიდობისგან დაზიანებულ ქუჩებს ქვაღორღისგან წმენდნენ და სახლებიდან დაგროვილ წყალს ტუმბავენ. ცოცხალ ძალასთან ერთად სტიქიის ზონაში უკვე მესამე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს. უახლოეს დღეებში ფაქტიურად ამ სტიქიისგან მიყენებული ზარალის ყვავი აღარ გვექნება თბილისში. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად მერია უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ეხმარება. 11-ვე ოჯახს, რომელიც ორთაჭალაში ქირით ცხოვრობდა, დროებითი ფართი უკვე გამოუყვეს. მუნიციპალიტეტმა მათ პირველადი მოხმარების ნივთები, ინვენტარი, საკვები და ტანსაცმელი გადასცა. შეიძლება რომ ხელზე მოცეოთ ხალხს მაინც აი პირველი ხარჯებისთვის. დაზარალებულების დახმარება და სტიქიის შედეგების დროული ლიკვიდაცია თბილისის მერმა გამგებლებს დღეს საგანგებო თათბირზე დაავალა. ამ მიზნით მერიის სარეზერვო ფონდი 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება. გიგი უგულავას გადაწყვეტილებით ყველა დაზიანებული სახლის გაწმენდა ინდივიდუალურად მოხდება. ეხლა ძალიან გთხოვთ უკვე ვიმუშაოთ ინდივიდუალურად ყველა იმ სახლში, სადაც წყალი შევიდა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ცენტრალურ ესე თქვა გზები იხსნება ხოლმე, მე რაღაც უფრო მოდუნების ნიშნებია. ამიტომ ორთაჭალის ხევი იქნება თვითონ კრწანისის ქუჩის მიმდებარე სახლები თუ სხვა ცხელი წერტილები იქნება ეს ნუცუბიძეზე, იქნება ეს ბაგებში თუ ნებისმიერ სხვა უბანში. ეს 2-3 დღე არის უფრო მნიშვნელოვანი ახლა ჩათვალეთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ შუა გზაში არ მივატოვოთ თითოეულის ადამიანი, ვისაც დახმარება ჭირდება. სპეციალური თათბირის ჩატარებამდე გიგი უგულავამ სტიქიის შედეგების და მერიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტს მიაწოდა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრიც ესწრებოდა. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა კონკრეტული დავალებები გასცა. იმისთვის, რომ მოსახლეობამ უსაფრთხო სახლებში იცხოვროს, დედაქალაქში მკაცრი სტანდარტები დაწესდება. ძალიან გამართულად იმუშავებს მერის მაშრომა სამსახურება, თუ არა მათი გამართული მუშაობა და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, იქ ბევრად მეტი ხალხი დაიღუპებოდა, რაც მე ვნახე, სახურავიდან მოხსნეს ხალხი წუთებში რა, იმიტომ რომ მე შეიძლება ის ხალხიც დაკვალკოდა და ეხლა მთავარია რომ უკვე გადავიწყეთ გადაყვანა დავიწყეთ ხო უკვე? კი, გადაყვანა დავიწყეთ და 11-დან 15 ოჯახამდე გადაყვანილია და დღის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება, ისე როგორც უზრუნველყოფა ტანსაცმლით და პირველადი აუცილებელი ყველა ნივთებით. მე მესმის რომ თქვენ ხალხ ღამეები არ ეძინა, მაგრამ მეორე შემდეგი ეტაპი რაც ამიტომ უნდა ვიფიქროთ და მაგაზე მე ვქო ჩვენ ადრე ვილაპარაკე რომ ეს ბარაკები თბილისში არ უნდა იყოს, თბილისში არ არის თავკომპანია, ყველა ეხლა რეგიონებში გაჩნდა ძალიან ბევრი სამსახური და ეს არის ძირითადად რეგიონებში ჩამოსული ხალხი, რომელსაც უბრალოდ განსაკუთრებით 7-8-9 წლის წინ ეხლა ყოველ შემთხვევაში ის უნდა კაცრი სტანდარტები დავაწესოთ, რომ არავის არ გქონდეს ეს სტუნება, რომ გარაჟის უკანა შესასვლელში დაასახლოს ვიღაცა და მართლა ამით მოითხოვოს ხელი, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი შეიძლება ამ ტრაგედიით დამთავრდეს, ხო? პრობლემა ნამდვილად არის. კი, რამდენიმე უბანში არის, ამაზე ხშირად გვაქვს საუბარი. ერთი მხრივ გასაგები არის, რომ ეს თქვა გაფართოების სურვილი აქვს ამა თუ იმ ოჯახს, იმიტომ რომ ეს გასაგები ინსტინქტია ჩვეულებრივი, მაგრამ ხშირად ეს სტანდარტების დარღვევით ხდება და მე ახლა ეს შემთხვევა ამის კლასიკური მაგალითია. პირდაპირ კოლექტორზე იყო დაშენებული ოთახები. მიერდი თვალებს არ დაუჯერა, სად იყო საცხოვრობდა ხალხი და არა თან დამალული იყო თუ ამას ვერ დაინახავდა. საგანგებოდ არ ეძება ადამიანი ვერც იპოვის. და მე მართლა მინდა მადლობა უთხრათ ყველა სამსახურის სამაშრომლოს, რომელიც ძალიან ოპერატიულად, როგორც ყოველთვის ოპერატიულად რეაგირებდნენ. ეს არის ეს რას ნიშნავს, რომ არსებობს მაინც ფუნქციონირება და გამართული სახელმწიფო. მართლა ეს არის ყველა სამსახური ერთად მუშაობდა. შესაძ მერია, ადგილობრივი გამგეობა, იქ საჯელასრულებიც ხალხი მე რომ მივედი ადგილზე რაც მე ვნახე, მაგრამ რაც ვნახე რეპორტაჟებში, ხალხი დაიღუპა, მაგრამ მეორე მხრივ მეტი შეფერილ ავიცე და საერთოდ რო გვაქვს ასეთი სამსახურები, ეს უფრო მართლა რაღაცნაირად შვების მომგვრელი ჩემთვის პირადად არის და მინდა გამოვყოთ მათ ხვაწილ და სტიქიის შედეგად 5 გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად მერია დაფარავს. დაზარალებულების დახმარება მოსახლეობასაც შეუძლია. ამ მიზნით მსურველებმა მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე 2 72 22 22-ზე უნდა დარეკონ.